შემდეგ სამედიცინო თემაზე ვისაუბროთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ ადამიანებს მიეცეთ საშუალება უფასოდ მიიღოს სახელმწიფოსგან აპარატი რომელიც პრაქტიკულად სასწრაფო დახმარების სტოფასია და სიცოცხლის გადარჩენის სტოფასია ხშირად საუბარი გვაქვს უეცარ კარდიულ სიკვდილზე, ჩემთვის ცოტა რამ არის ცნობილი ამ დაავადების შესახებ და ამიტომ მოვიწვევთ ჩვენ სტუმარს, რომელიც უფრო მეტს გვეტყვის. ბატონი ზვიად მათოშვილი, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ნიუ ჰოსპიტალსის არითმიების ცენტრის ხელმძღვანელი, ჩვენ ამ დაავადებაზე ვისაუბრებთ და შემდგომ აუცილებლად გეტყვით, როგორ შეგიძლიათ მიიღოთ უსასყიდლოდ ეს აპარატები. ბატონი ზვიად, რა არის უეცარი კარდიული სიკვდილი? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. უეცარი კარდიული სიკვდილი გახლავთ ერთ-ერთი თავისტკივილი თანამედროვე მსოფლიოსთვის. თანაც რაღაცნაირად ნაკლებად აღქმული პრობლემაა, ცნობადობა ძალიან დაბალი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს გახლავთ ისეთი სიკვდილი, რომელიც დგება სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 1 საათში. ანუ პაციენტს გამოვლინდა ჩივილები და უახლოეს 1 საათში გარდაიცვალა. აი ეს არის უეცარი სიკვდილი. ჩემ ენაზე გული გაუსკდა რო ქვია, ეგ არის ადამიანურ ენაზე გული გაუჩერდა უფრო ვიდრე გაუსკდა. დიახ. ანუ ნახეთ, ეს ადამიანი ერთი შეხედვით შეიძლება იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი, ანუ არაფერი ვიცოდით მისი დაავადებების შესახებ, ან ჰქონდა გარკვეული დაავადებები, მაგრამ არაფერი მოასწავებდა მის უეცარ გარდაცვალებას. აი ასეთ გარდაცვალებას ვეძახით ჩვენ უეცარ სიკვდილს. როგორ უნდა მოხდეს ეს პაციენტი ამ ჯგუფში პაციენტების მაშინ თუ ეს მხოლოდ 1 საათით ადრე ვლინდება ჩივილად, ვიდრე დგება ცუდი შედეგი. მაინც არსებობს რაღაც ჯგუფი, ვისაც უფრო ხშირად ემართება? არსებობს გარკვეული რისკ ჯგუფები, სადაც ჩვენ ველოდებით რომ შეიძლება ეს მოხდეს. კერძოდ ასეთებია ზოგიერთი გენეტიკური სინდრომი. მე არ მინდა ძალიან ღრმად ჩავიდე და ჩვენი მაყურებელი დავღალოს ამედიცინო ტერმინოლოგიით აქ, მაგრამ ეს არის ბრუკადას სინდრომი მაგალითად, გრძელი კუტეს სინდრომი, როდესაც ჩვენ ვიცით პაციენტმა იცის ხოლმე როგორც ექიმთან მივა, კვალიფიციურ ექიმთან შეაფასებს იცის. და რატომ უნდა მივიდეს ექიმთან? თუ არაფერი არ აწუხებს. ჩივილი არა. იცით როგორ არის? ამის გარდა კიდევ არის ხოლმე ოჯახური ანამნეზი უეცარი სიკვდილის. გენეტიკურ სინდრომებში როგორც წესი ეს არის და ეს ერთგვარი უნდა იყოს ერთგვარი ნიშანი მისთვის, რომ ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. ამის გარდა არის გარკვეული ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა გულის უკმარისობაა, როდესაც მარცხენა პარკუჭის კუმშობობა ძალიან დაქვეითებულია, ასეთ პაციენტებს ეკუთვნით უკვე სინდრომია. ეს უკვე არის მდგომარეობა, როდესაც მაღალი რისკია უეცარი სიკვდილის დადგომის და ასევე თუ პაციენტს უკვე დაემართა სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია, მაგრამ გადაურჩა, ჩვენ არ უნდა დაველოდოთ მეორედ დამართებას, უნდა დავიცვათ ეს პაციენტი. ასაკიდან სქესი განაპირობებს ამ სინდრომს. ნახეთ როგორ არის, ბარემ შევეხები სტატისტიკურ მონაცემებს, უფრო საინტერესო გავხადოთ ეს ამბავი. აი მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ ამ პრობლემის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად კარდიოლოგიური პათოლოგიით იღუპება 600,000 ადამიანი და ეს არის ნომერ პირველი მკვლელი კაცობრიობის. მეორე ადგილზეა ონკოლოგია 580,000 გარდაცვალებით. აი ამ 600,000-დან 350,000 გახლავთ უეცარი კარდიული სიკვდილი. ყველაზე დაცულ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ნახევარზე მეტი. დიახ. ჭარბი წონაა, მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი. მე მინდა შევადარო სხვა სიკვდილის სტატისტიკას, რომ უფრო მკაფიო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. მაგალითად, 5ჯერ აღემატება შაქრიანი დიაბეტით გარდაცვალებულთა რისკს უეცარი სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანები, 2ჯერ აღემატება ინსულტით გარდაცვლილთა რისკს. თუ იგივე კორონავირუსს შევადარებთ, ჩვენ საუბრობდით კორონავირუსზე, 1 წლის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 მილიონი ადამიანი. უეცარი სიკვდილით მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იღუპება 8 მილიონი ადამიანი, 4ჯერ მეტი ვიდრე კორონავირუსით. და ამაზე არ საუბრობთ, კორონაზე ვართ გადასული. სწორედ ამას ვამბობ, ნაკლები ცნობადობა აქვს ამ თემას და კარგია რომ ჩვენ ამის საშუალება გვაქვს რომ ვისაუბროთ. პროფილაქტიკა როგორია ამ დაავადების? დიახ, ამას ჩავამთავრებ მაპატიეთ 4 წამში ერთ გარდაცვლილ ადამიანს ნიშნავს, უფრო მეტი ადამიანი იღუპება უეცარი სიკვდილით ვიდრე მკერდის სიმსივნით და ფილტვის სიმსივნით ერთად აღებული და შეგვაშინეთ. არა, არ გაშინებთ. აი შიდსი ძალიან ცნობილი პრობლემაა, ხო? 30-ჯერ უფრო მეტი ადამიანი იღუპება უეცარი სიკვდილით ვიდრე შიდსი. და ხო ვიცით ყველა, რომ სოფლიო კარგად უვლის გულს, რაღაც ვიცი და ძალიან ხშირად ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა სწორედ იმის ხარჯზე, რომ გული კარგად ისწავლა სამედიცინო სფერომ და მაინც რატომ გვაქვს ასეთი ნახევარზე მეტი სიკვდილიანობა, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, სწორედაც რომ გულის მიმართულებით. აქ არის ბევრი მომენტი,
რა გამოვტოვეთ? დიახ, ბევრი მომენტია, რაღაც ნაწილში ეს არის თქვათ ის რომ დროულად არ მივიდა პაციენტი, დროზე არ დაისვა ამის დიაგნოსტიკა, დროზე არ მოხდა ამის შეფასება. ასევე შეიძლება იყოს ის რომ თქვათ ვიზიტიდან ვიზიტამდე მოხდა მდგომარეობის ისეთ ცვლილება, რომელიც არ შეფასდა და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ქვეყანაზე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, იქ ჩვენ გვესმის რომ ყველაფერი არის საკმაოდ მაღალ დონეზე. თუმცა აი ისეთი მარტივი პრობლემაც კი როგორც არტერიული ჰიპერტენზია, ერთი შეხედვით მარტივი პრობლემა. პაციენტების ნახევარს საქართველოში, ნახევარზე მეც მოუწესრიგებელია არტერიული წნევა. და ჩვენთან საქართველოში არის სტატისტიკა, რამდენია გარდაცვალების შემთხვევა? ზუსტი სტატისტიკა არ არის, მაგრამ თუ ჩვენ გადმოვიტანთ ამერიკულ სტატისტიკას, რომელიც მინიმუმ უარესია ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, გამოვა რომ წელიწადში იღუპება 4500 ადამიანი საშუალოდ. საქართველოში? დიახ, დღეში 11-12 ადამიანი უეცარეს იქნება. როდესაც ოჯახურ ანამნეზზე ვსაუბრობთ, აი ქვეყნები, რომლებიც შედარებით კარგად უვლიან ამ პრობლემას. უეცარი კარდიული სიკვდილით გარდაცვლილი, ანუ უეცარი სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანის პათოლოგანატომიური კვლევა არის თუ არა სავალდებულო ამ ქვეყნებში, იმიტომ რომ საქართველოში ეს არ არის მიღებული და მე ვიცი რომ რიტმოლოგები ამისთვის ძალიან დიდი ხანია იბრძვიან, ისევე როგორც სპორტულ სექციაში გამოუკვლეველი მოზარდის მისვლაზე არის ძალიან სერიოზული აჟიოტაჟი, იმიტომ რომ შეიძლება ოჯახური ანამნეზი იყოს გამორჩენილი. აი ამასთან დაკავშირებით რამე გაკვეთაზე ვსაუბრობ, უეცრად გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მანდატორულია, აუცილებელია. თუმცა სამწუხაროდ ძალიან განვითარებულ ქვეყნებში ხანდახან გამორჩებათ ხოლმე ასეთი სპორტული სექცია ახსენეთ, ათლეტების სიკვდილი ცალკე პრობლემაა. ჩვენ გვინახავს ძალიან განვითარებულ ქვეყანაში მოედანზე ადამიანის გარდაცვალება, ხო? ეგ ნიშნავს, რომ სადღაც ვიღაცას რაღაც გამოეპარა, მაინც ამას ნიშნავს, აქამდე მივდივართ და მე ვერ უპასუხე ერთ შეკითხვას, მინდა ამას მიუბრუნდე, როგორ ხდება ამის პროფილაქტიკა. პროფილაქტიკა, დიახ, საინტერესო. ესე იგი, პროფილაქტიკაზე რომ ვისაუბროთ, უნდა ვთქვათ მექანიზმი რა არის უეცარი სიკვდილის. უხშირესი მექანიზმი გახლავთ სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია. ანუ სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია იწვევს ამ ადამიანების დაღუპვას და შესაბამისად არითმია ცალკე და სიცოცხლისთვის სახიფათო კიდე ცალკეა? სიცოცხლისთვის სახიფათო არითმიებად მიიჩნევა პარკუჭოვანი არითმიები, პარკუჭოვანი ტაკიკარდია, პარკუჭთა ფიბრილაცია და ასე შემდეგ. აი ამ პრობლემის მოხსნა მხოლოდ დეფიბრილატორს შეუძლია. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ სიტუაციას, რომ გარედან უნდა გავაკეთოთ დეფიბრილაცია და გარედან მოხსნათ ეს შეტევა, ცხადია რომ ქუჩაში თუ ადამიანს ეს დაემართება, ჩვენ დეფიბრილატორი იქ არ გვექნება. და ძალიან ცუდია რომ არ გვაქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სპორტ კლუბებში თქვენ ალბათ ფილმებში გინახავთ, გარდა რომ დაადებენ. დიახ, ესე რომ ვიწყს აძლევენ. აი თქვენს თემას ჩავხურავ რომ ესე იგი აუცილებლად უნდა იყოს გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორები თავშეყრის ადგილებში, მოლებში, მეტროში, თეატრებში, სპორტულ კლუბებში. შესაბამისი სპეციალისტიც ალბათ. ამას არ ჭირდება. ეს ავტომატურად აკეთებს ანალიზს, დაადებს ნებისმიერ ადამიანი, კარნახობს ინსტრუქციას და აკეთებს ყველა. მოდით, ცოტა დრო გვაქვს იმპლანტირებადს ვისაუბროთ. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმპლანტირებაზე, იმიტომ რომ ეს მთავარი თემაა. როდესაც პაციენტს შეაფასებს ექიმი და ხედავს, რომ ის მაღალი რისკის პაციენტია, უნდა ჩაუნერგოს და შესთავაზოს დეფიბრილატორის ჩანერგვა კანქვეში. ოპერაციული მეთოდი. დიახ, დეფიბრილატორი კანქვეში ინერგება, რომელიც უკავშირდება სპეციალური ელექტროდებით გულს და მას შეუძლია ასეთი პაციენტის დაცვა ორი მექანიზმით. თუ მას დაემართა სახიფათო არითმია, გააგზავნოს სპეციალური იმპულსების ჯგუფი გულში, რომელიც ამას მოხსნის და თუ ამით ვერ მოერია, გამოიყენოს ელექტროშოკი და პაციენტი გადაარჩინოს. აი ამ ჩამონტაჟებულს შეუძლია? სწორედ ამაზე ვსაუბრობ. აი ეხლა ვხედავთ ამ პროცესს, ხო? ანუ ეს გულთან არ მიდის, რაღაც ის დარღვევებზე ჯდება? არა, გულთან მიდის. გულში არის ელექტროდი ჩაგებული. ადგილმდებარეობა გულთან არის. თვითონ აპარატი ლავიწქვეშა მიდამოში ინერგება. დიახ. აი ამ მიდამოში, ლავიწქვეშა მიდამოში ინერგება აპარატი, თუმცა ვენის გავლით ჩვენ შეგყავს ელექტროდი გულში და გულში ვამაგრებთ ელექტროდს. ანუ ეს ელექტროდი ერთი ბოლოთი გულს უკავშირდება მეორეთი აპარატს. გული მუდამ დაითვლის პაციენტის გულისცემას და როგორც კი სახიფათოს დაინახავს, ამას მოაგვარებს. განმუხტავს. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უპრეცედენტო პროექტი დაიწყო ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომ შესაბამის პაციენტებს ეს დეფიბრილატორები გადასცეს უსასყიდლოდ და მოდით უფრო მეტი დეტალი მოვისმინოთ და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარი. კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კარდიოვერტერ დეფიბრილატორების 1 წლის მარაგი უკვე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საცავებშია და ჩვენ მზადავართ დღეიდანვე უსასყიდლოდ დავიწყოთ პაციენტებზე გადაცემის პროცედურა დანიშნულების შესაბამისად. პროცედურა კი ძალიან მარტივია, არ მოითხოვს პაციენტის ჩართულობას,
მკურნალი ექიმი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ახდენს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განაცხადის განთავსებას, განაცხადის დაკმაყოფილების პარალელურად სააგენტო უზრუნველყოფს პაციენტისთვის კუთვნილი კარდიოვერტერ დეფიბრილატორის უსასყიდლო გადაცემის პროცედურას კლინიკისათვის ადგილზე მიტანით. რაც შეეხება ხარისხს კარდიოვერტერ დეფიბრილატორებისა, რაც ყველაზე ხშირად აინტერესებთ ხოლმე ჩვენს ბენეფიციარებს, მინდა აღნიშნო, რომ შესყიდვამდელ ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობდით საქართველოს გულის რითმის ასოციაციასთან, შესაბამისად მახასიათებლები შეირჩა მათთან ერთად და შემოტანილია მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ დეფიბრილატორი, რომელიც არაერთ წამყვან კლინიკაში სარგებლობს დიდი წარმატებით. რაც შეეხება მარაგებს, მინდა აღნიშნო, რომ საწყის ეტაპზე შემოტანილია 1 წლის მარაგი, რაც გაითვალა წინა წლის სტატისტიკის საფუძველზე, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი შესყიდვა, ხარჯვის გათვალისწინებით მოხდება მარაგების ეტაპობრივი შევსება. სრულიად საოცარი პროექტია, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ კარდიოვერსია, როდესაც ის სტაციონარის პირობებში კეთდება, ძალიან რთული მანიპულაციაა, საკმაოდ რთულად გადასატანი პაციენტისთვის და ეს მგონია, რომ ბევრად უფრო მარტივი გადასატანი იქნება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ხელმისაწვდომობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი დაცულია, აი ძალიან კარგად და რასთავარია დრო არ იკარგება სამედიცინო დახმარების მოლოდინში, არ არის ხშირად სასწრაფოს გარდაცვლილი ხდება. დიახ, ძალიან გარდა ამისა კიდე, როდესაც ეს სიტუაცია ხდება, თქვა ფიბრილაცია დაიწყო, იქ სანამ გავერკვევით, რომ ფიბრილაცია დრო დაკარგულია და მეორე მთავარი ამბავი, რომ ადამიანს ემოციური სტრესი ეხსნება, იმიტომ რომ არ არის მუდმივად აი ამის შიში. ნახეთ, აი სწორად ბრძანა გვანცამ, რომ ხშირად გარდაცვლილი ხდება პაციენტი, იმიტომ რომ 1 წუთის შემდეგ, ყოველი გასული 1 წუთის შემდეგ ადამიანის გადარჩენა 10%-ით მცირდება. ანუ 9 წუთში ნულია შანსი ადამიანის გადარჩენის და ეს აპარატი, ჩანერგვადი აპარატი, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ჩვენ გვინდა ბევრი ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანაში, არითმოლოგიაშიც, ინტერვენციულ კარდიოლოგიაშიც, კარდიოქირურგიაშიც, რომ კიდევ უფრო ბევრი პაციენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ხელმისაწვდომი ეს აპარატები არასოდეს ყოფილა პაციენტთა გარკვეულ ჯგუფს პრაქტიკულად მიზერული ფინანსური დანახარჯით შეიძლება რომ მიიღოს ეს უმაღლესი ხარისხის სერვისი. რა ვადით კეთდება ეს? სულ მთელი ცხოვრება უნდა. ნახეთ როგორ არის ეს აპარატი საშუალოდ მუშაობს 5-7 წელი. ბატარიის რესურსი ასეთია. მე ხდება აპარატის გამოცვლა. ხო, ახალი აპარატი ინერგება 5 წელიწადში. თუ ადამიანს აქვს უეცარი სიკვდილის რისკი, მან რომ იცხოვროს 7 წელი და მუდამ ეს ჩაინერგოს, რა თქმა უნდა ეს ცუდი არა. და მაინც ერთი პატარა რჩევა მათთვის, ვისაც ყოველი წუთი მემნიშვნელოვნება. რა შეიძლება გაკეთდეს, ვიდრე ეს აპარატი ჩადგებოდა, დაუშვათ მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანს სულაც არის შანსი გადარჩენის ოჯახის სხვა წევრების გასაგონად. გულფილტრის რეანიმაცია, სტანდარტული რეანიმაცია, თუ დეფიბრილატორის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ეს სასტრაფოს მოსვლამდე. რა თქმა უნდა ეფექტური არ არის, ისეთი ეფექტური ვერ იქნება, როგორც ჩანერგული დეფიბრილატორი ან გარეგანი დეფიბრილატორი. ვისაც უკვე უყენია ეს დეფიბრილატორი, არის თუ არა აკრძალვა, მაგალითად რაიმე კვლევის, რაიმე გარკვეულ ადგილას ყოფნის, იმიტომ რომ ელექტროხელსაწყოა, მაგნიტური ველი, ვთქვათ, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება, რაიმე შეზღუდვა აქვს ამ აპარატის წესის შეცვლა. აბსოლუტურად კვალიფიციური და ძალიან სწორი შეკითხვაა. ესე იგი, რაღაც შეზღუდვები რა თქმა უნდა არსებობს, მაგალითად პაციენტებს ვეუბნებით, რომ ძალიან მძიმე საქმე იმ მხარეს, იმ ხელით არ გააკეთოს, სადაც ჩანერგილია, ვთქვათ, მარცხენა მხარეს. კი ბატონო. ძალიან უხეში საქმე, მაგალითად შეშის დაჩეხვა, რომ ელექტროდი არ დაიზიანოს. მაგალითად ფრენბურთის თამაში. დიახ, მაგალითად რამეზე ჩამოკიდება ამ ხელით, რომ მთელი სიმძიმით არ დაიქაჩოს ელექტროდი. რაც შეეხება გარემოს ძლიერი მაგნიტური ველი, აპარატთა გარკვეული ჯგუფისთვის შეზღუდვაა, თუმცა თანამედროვე აპარატები უკვე არსებობს, რომელიც MRI უსაფრთხო, MRI conditional აპარატებად იწოდება და მათთვის უკვე შეიძლება გარკვეულ რეჟიმში მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარება. და ამის შესახებ პაციენტმა იცის, როდესაც ჩანერგილია. გაფრთხილებულია, რომ ან არ შეიძლება MRI კვლევა უწევთ, ან MRI კვლევის წინ დაგეგმეთ ჩვენთან ვიზიტი, რომ სპეციალური რეჟიმი შევურჩიოთ გასაკეთებლად. ჩანსებია ფიზიოთერაპიაზეც, თვითონ ოპერაცია რთულია. რაც შეეხება ოპერაციას, ჩვენს პროცედურებში ჩვენ ბევრი სახის პროცედურას ვატარებთ. ერთ-ერთი მარტივი პროცედურაა, შეიძლება ითქვას. და მერყეობს აპარატის სირთულის მიხედვით 1 საათიდან 2 საათამდე. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. და ძალიან გასახარია ხოლმე, რომ ასეთი ტიპის მიღწევები სამედიცინო შეუძლიათ საქართველოშიც ისარგებლონ. წარმატებები ყველა პაციენტს და თქვენს. დიდი მადლობა უნდა უთხრათ ამ პროექტისთვის სამინისტროს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ასეთი რამ ხდება. გმადლობთ მოწვევისთვის.